თავად მოვიდა. დიდი სიყვარული ეს იყო უკვე თეატრალურში. როდესაც მომღერალი თამთაჭელიძე და შენ გახდით შეყვარებულები. მანამდე პირველი კურსიდან ჯგუფელები ვიყავით. მეგობრობდით ძალიან და ნუ აი თან ისე მეგობრობდით თეატრალურში ხარ დილიდან დაღამებამდე, ამიტომ ცუდი ხასიათიც, მძიმე ხასიათიც, გაჭედვას და გასხმაც ყველაფერი ჩანს. და იცნობ ამიტომ ადამიანს იდეალურად რა. პირველი მიყვარ ხარ სად გაჩნდა? მაშინ მუშაობდით ივანოვს აკეთებდა ჩვენი რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი, ჩეხოვის პიესაა, საკმაოდ ისეთი მძიმე რა და იქ მე ვთამაშობდი უკვე კრიზისში მყოფ მამაკაცს და თამაშობდა მეზობლის გოგოს პატარას, რომელსაც ამ კაცს ეწყება, ასე ვთქვათ, ეჭიდება ამის სიცოცხლის გახოხდები როგორც და დავჩება მაგანაც ყველაფერმა ერთად საბოლოო ისე მიიყვანა, რომ რაღაცა ერთად დავედით მე და ჭელო. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მარტივად მიიღე? ჯერ კიდევ იყო როგორი ამის, ეს girlfriend-ი და boyfriend-ი რა არის, ხო? მაშინ ზედმეტად ახალი ხელი boyfriend-ის ინსტიტუტზე, რა ის ინსტიტუტი არის ეს, ხო? მაგრამ ანუ ეს ტერმინოლოგია იყო. ამიტომ ხო ხტები საცოლე, საქმრო, აბაროდის ხართ, აბაროდის უნდა გადაწყვეტოთ ეხლა და ანუ ეს ჩვეულებრივი მომენტი იყო, მე აბა ქორწილი, აბა რაღაცა, აბა ის და წავყევით ესე ნელ-ნელა და გვინდოდა ერთად ყოფნა, ისედაც გვინდოდა და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ნაბიჯი გადავდგით მაშინ და ამაზე დიდი ამ ეტაპზე არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, როგორც ჩემი დაოჯახება იყო იმ ეტაპზე და მე იმაზე დიდი არაფერი არ არის, ვიდრე ის რომ დღეს ყავს ლიზა და ჩემი შვილი, რომელიც ნუ ავიცი, ყველაფერს მირჩევნია და. კი ბატონო. თუმცა ერთი პროფესიის ადამიანის თანაცხოვრება არის ხომ რთული, მით უმეტეს მსახიობის. ესე ამბობენ ყოველ შემთხვევაში, რომ არის ბევრი ეჭვიანობა, ზოგჯერ კონკურენციაც, იყო რამე მსგავსი. აი, იცი რა, ჩვენ შორის ეს პრობლემა მე მგონი არ იყო, იმიტომ რომ მაშინ მე უკვე ძალიან დაკავებული ვიყავი. მეორე კურსიდან ახან ჯინსებში თამაშობდი, ამან მომცა გარკვეული გამიხსნა, ასე ვთქვათ, საკოლთ ასპარეზი და უკვე საკმაოდ დაკავებული ვიყავი. თამთა იმ პერიოდში უფრო იყო სასიმღერო კარიერაზე მომართული და თან კონკურენციის მომენტი არ იყო. არც ვყვეთდით ერთმანეთს. შენახსენე რომ თამთა იყო მუსიკალურ კარიერაზე წარმატებულად გადართული და იყო ერთი კლიპი. იქნებ დავიწყოთ თამაშს, სადაც თამაშობდით ორივე. სკანდალი გამოიწვია. ხო, დღეს უკვე სასაცილოა ეს ყველაფერი და მაშინ ანუ როგორი თემა იყო? განიცდით იმას რომ ეს აურზაური ატყდა. მე მგონია რომ ზუსტი სახელი დაარქვეს რა. იმიტომ რომ იყო ეგ შეცდომა დაუშვით ჩვენ თავიდან მე მაშინ გამოუცდელი ვიყავი დაარქვეს საქორწინო თამთას და ჯაბას საქორწინო ღამე. რატო ღამე? ძალიან ახალი დაქორწინებულები ვიყავით რა. და ამ კლიპში ხო წევართ ლოგინში. ხო და ნუ რა გამოვიდა ეხლა ხო ეს რა ქვია რეჟისორმა მაშინ გადაწყვეტა რომ მოდი რაღაც ესეთი კლიპი უნდა და ეგეთი და ვინმე მსახიობი ბიჭი. ანუ უნდა ყოფილიყო სხვა და არა შენ. მსახიობი ბიჭი. და რაგერ მსახიობი ბიჭი რა გაი ბიჭი მქონს რაღაც სხვა ვეძებოთო და ხო რაღაცა და მე არ მქონდა პრობლემა არც მაშინ მექნებოდა პრობლემა რომ სხვა ყოფილიყო და მიიღო მონაწილეობა ჩვეულებრივად უბრალოდ არ მეყო გამოცდილება მაგაზე რომ ეს გამეთვალა რომ აი მე და შენ ამ კლიპში ტეხავს ხო ცოლქმარი ვარ და კლიპში ვითომ სხვა ვარ რა თან გუშინ მოგიყვანეთ რანაირად არის ხა ეგ ხო და გამოვიდა საბოლოო ჯამში რაღაცა ჯაბას და თამთას საქორწილო ღამე ძალიან დღევდება მეცნობა მაგაზე. იმ პერიოდში თუ გეცინებოდა დღეს გეცინებოდა. კი, მაგრად. ჭელო ბრაზდებოდა, მაგრამ მე მაგრად გადავედი და ეგრე იყო რა შეედავები თუ რა, აბა რა არის, მეც იგივეს ვიტყოდი. რა იყო, იქორწინეს და გვაჩვენეს თუ რა არის. შენ ახსენე რომ შეიძლება სხვა სათამაშაო, იქ თავარი პარტია ბიჭისო. არ ხარ ეჭვიანი? თუ ყავს საყვარელი ქალი, ანუ შენი პარტნიორია, შენ მას იცნობ. მისი სუნთქვაც იცი და მისი ყველაფერი იცი. ისევე იცის იმან შენი. როდესაც წყვილ შორის შეიძლება იყოს აცთენა, ამას აუცილებლად გრძნობ. თუ შენ გრძნობ, რომ ის მას კარგავ, აქ შეგიძლია უკვე დაგეწყოს ეჭვები და დასვა კითხვა, რომ რა ხდება და რაღაც, მაგრამ ისე სხვანაირად უბრალოდ იეჭვიანო, იმიტომ რომ თავშთ ვიზუალურად ძალიან კარგია. თუ როგორც არ უნდა იყოს, ანუ ეგრეა, ყოველას ვიღაცა სადღაც გაეპრანჭება და გაეფლირტავება. შენ რო ამაზე დაждდი და 24 საათი. ხო, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამაზე ფიქრობენ. მე მგონია, რომ შენ უნდა იყოს შენი პარტნიორისთვის იმდენად მომწურავი და კარგი, რომ მას არ უნდა უნდადეს სხვა პარტნიორი და თუ უნდა ამის მიზეზი არსებობს, ესე იგი ან შენშია პრობლემა, ან რაღაც პრობლემა აქვს და საეჭვიანოც რა არის მაშინ ხო დაალაგდით ერთმანეთში თუ ამოწურეთ ერთმანეთი, დაიშალოთ მაშინ აბა როგორ არის. აი, როდესაც უკვე
დაშლისკენ წავიდა თქვენი ურთიერთობა. ამ დროს გახდი ეჭვიანი, აი როდესაც არა, იცი რა არის, ჩვენ შემთხვევაში პრობლემა იყო სხვა რამე. დღემდე რატო გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობა? ხო, იმიტომ რომ პიროვნული პრობლემა ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს არანაირად. მართლა არ გვაქვს. უბრალოდ მივხვდით, რომ ორი ეს ელემენტი, ცალკე აღებული ბუნებაში, ერთმანეთთან ვერ, გამუდმებული დისკომფორტი იყო, სულ რაღაცა იყო პრობლემა. და ხა როგორ ჯობია რომ სიტყვაზე ბავშვი გაიზარდოს ატმოსფეროში, სადაც გამუდმებული დაძაბულობა და სულ რაღაც გაღიზიანებული ადამიანები არიან, თუ მშვიდ გარემოში, რომელმაც იცის რომ დედა წყავს, მამა წყავს, პრობლემა ერთმანეთში არ აქვს. უბრალოდ ერთად არ ცხოვრობენ, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა ელემენტია რა. თუმცა ამ დროს მაინც იძაბება, რაც არ უნდა კარგად დაშორდეთ, ხო, გარკვეული დაძაბულობა არის. თან ის დროც სხვანაირი იყო მაშინ, გაცილებით ხა დღეს ეს უკვე აღარ არის არანაირი პრობლემა, რომ წამოვიდა სახლში, ან აღარ ცხოვრობენ ერთად. მაშინ ეს იყო მაინც ხო რაღაც ძალიან დიდი იმას აუჯახი და ანგრია და ეს სიტყვა თვითონ ძალიან ძაბავს ამ დროს. ადამიანები არ უნდა აწამო თუ ერთად ვერ ცხოვრობენ. არაფრის დაანგრევა ეს არ არის, ეს არის პირიქით თავი შველა იმისთვისაც და შენთვისაც. და ამ დროს არის ხოლმე, როდესაც მშობლებიც ერევიან უკვე და ცდილობენ რომ შეარიგონ, ისევ ერთად იყვნენ, თუნდაც საერთო მეგობრები. ქონდათ შერიგების ცდილობა დაშორების შემდეგ? არა, იმიტომ რომ არც გვიჩხუბია. ხო. ჩვენი თანაცხოვრება თავისთავად მივიდა ამ დასკვნამდე, როცა ამოიწურა რაღაც, მერე ამოიწურა რაღაც, მერე ამოიწურა რაღაც, ხელოვნურად ამას თავიდან ვერ ამოქაჩავ. ამის შემდეგ იყო კიდე დიდი სიყვარული შენ ცხოვრებაში თუ აღარ ყვარებია? კი, იყო რა თქმა უნდა იყო. ანუ ისე ყვარებია, რომ დაოჯახების პირას ყოფილხარ მისული. მე პირადად მომცა ოჯახურმა თანაცხოვრებამ უდიდესი გამოცდილება და დასკვნის დადება თუ რას ნიშნავს ყოველ დღე იღვიძებდა ერთ ადამიანთან. ანუ რამდენი რაღაცა უნდა იყოს ერთმანეთში დაფილტრულ დაალაგებული, რომ შენ ყოველ დღე გინდოდეს და გიხაროდეს. ეს ძალიან რთულია. როცა ვიგრძნობ ამას, რომ მე ვარ იმ ჰარმონიაში ადამიანთან და ისიც ჩემთან არის იმ ჰარმონიაში, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ, უდიდესი სიამოვნებით ვიცხოვრობ. იყო პერიოდი, როცა ამ დონეზე ყოფილხარ მისული? იყო რაღაც პერიოდი, როცა თითქოს ეს ყველაფერი ესე უნდა წასულიყო და ზუსტად იმიტომ, რომ ეკლდა იმას ის რაღაც დეტალები, რაც სიტყვაზე შენ უკვე გაქვს იმის საშუალება, რომ გათვალო მომავალში ეს ყველაფერი ესე გაგრძელდება თუ უკეთესობა, ანუ პროგრესისკენ წავა ეს ურთიერთობა თუ რეგრესისკენ. თანაცხოვრების დროს, სანამ დაუშვათ ცოლად მოყვან, ამის ანალიზი შეიძლება ეს არ არის რთული. ხო, ანუ შეგიძლია წინასწარ მიხვდე, რას ეშველება და რას არ ეშველება. და რომ მივხვდი იმ შემთხვევაში მე და მაგალითად დამნიშნულობ, მაინც ესე გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ ვერ წავიდოდა ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწორი განვითარების. ხო, გასაგებია. თუმცა იმაზლისგან რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, ძალიან შორს. ხო, არა, ეს მეც არ მგონია. ლამაზი ეს არის სიტყვები, თორე ერთხელაც მოდის და სხვადასხვა ეტაპზე საერთოდ სხვადასხვანაირად მოდის სიყვარული და ეს ძალიან მაგარია. გეთანხმები.